დაფიქრებულ ხართ ოდესმე რას ნიშნავს სიყვარული, რომელიც სიტყვებით არასდროს გამოითქმის. დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ ალბათ ყველაზე რთულ და ამაღელვებელ კავშირზე ვისაუბრებთ ქართული ლიტერატურიდან, დედისა და შვილის ურთიერთობაზე, რომელიც სავსეა სიმკაცრით, თავშეკავებით და ამავდროულად უსაზღვრო ერთგულებით. ყველაფერი ფაქტობრივად ამ ერთ წინადადებაშია. წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც არავის და არაფერს უთმობს, მაგრამ საკუთარ სახლში დედის წინაშე უსიტყვო მსახურად იქცევა. როგორ ხდება, რომ ასეთი შეუპოვარი ადამიანი მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე იხრიდა თავს? ამის გასაგებად, მოდით პირველ რიგში თავად გიორგის პერსონაჟს ჩავუღრმავდეთ. ის უბრალოდ ჯიუტი კაცი არ ყოფილა, არა. მისი ხასიათი ბევრად უფრო რთული და სიმართლე გითხრათ, წინააღმდეგობრივი იყო. ესე იგი, რასთან გვაქვს საქმე? სოფლისთვის გიორგი ლამის თავადი შვილი იყო, საოცარი მშრომელი, პატივსაცემი, აღნაგობით გამორჩეული, მაგრამ ეს ასე თქვათ გარეგნული მხარე იყო. სინამდვილეში კი ის იყო ჩუმი, ძალიან კაცრი და მარტოსული კაცი, რომლის შინაგან სამყაროშიც ვერავინ აღწევდა. და იცით რა არის ყველაზე გასაოცარი? ეს ყველაფერი ეხება ბიჭს, რომელიც სულ რაღაც 21 წლისაა. ამასაკის მიუხედავად, მასში ისეთი სიმძიმე და სერიოზულობა იგრძნობოდა თითქოს მთელი ცხოვრების ტვირთს სიდავდა ზრუგით. მოდით დავხატოთ მისი პორტრეტი. ძლიერი, დაკუნთული, შევარდნისებრი მრისხანე მზერით. ნამდვილად ისეთი კაცი იყო, ვისი სიტყვაც კანონი იყო და ვისი გამომეტყველებაც კი სხვებს აიძულებდა, რომ დისტანცია დაეჭირათ. ხიმილი ეს მისთვის უცხო იყო. ხო და ვინ იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო ამ შეუპოვარი ფაქტობრივად კლდესავით მაგარი კაცის მართვა? რა თქმა უნდა დედამისი. ქალი, რომლის სიყვარულიც იმდენად ღრმა იყო, რამდენადაც დაფარული და გამოუთქმელი. აი, ეს არის ის, რასაც ეს ქალი გულის სიღრმეში ფიქრობდა. მისი ერთგულება შვილისადმი აბსოლუტური იყო. მზად იყო მისთვის თავი გაეწირა. მაგრამ ეს იყო საიდუმლო, რომელსაც ის ყველასგან, მათ შორის თავად გიორგისგანაც კი საგულდაგულოდ მალავდა. და სწორედ ეს არის მისი ხასიათის მთავარი გასაღები. წარმოგიდგენიათ, ეს უდიდეს სიყვარული გარეგნულად არასდროს არანაირად არ მჟღავნდებოდა, არც ერთი თბილი სიტყვით, არც ერთი მოფერებით, თვით გიორგისთანაც კი. ანუ მისთვის სიყვარული სულ სხვა რამე იყო. ის სტოიკურად თვლიდა, რომ ნამდვილი სიყვარული გამოიხატება არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით. შვილისთვის სწორი ფასეულობების სწავლებით და თუ საჭირო იქნებოდა, მკაცრი სამართლიანი შენიშვნითაც კი. მოკლედ, რა სურათი იხატება? ერთი მხრივ გვყავს შვილი, რომელიც არავის ემორჩილება და მეორე მხრივ დედა, რომელიც სიყვარულს სიმკაცრით გამოხატავს. სწორედ ამ უცნაურმა კონტრასტმა შექმნა მათ შორის წარმოუდგენლად ძლიერი, თუმცა მდუმარე კავშირი. უბრალოდ დაფიქრით, კაცი, რომელზეც ამბობდნენ, თავზე ჩიც არ გადაიფრენსო, დედის წინაშე ქვასავით ჩუმდებოდა, სიტყვას არასდროს შეუბრუნებდა, მისთვის დედის ნათქვამი კანონი იყო და მორჩა. და ეს არ იყო, იცით, რაღაც ბრმა მორჩილება. არა, გიორგი იმიტომ ემორჩილებოდა, რომ ღრმად, უპირობოდ სწამდა დედის სამართლიანობის. მან იცოდა, რომ დედამისი ტყუილად არასდროს გაუბრაზდებოდა და მისი ყოველი შენიშვნა აბსოლუტურად დამსახურებული იყო. მაგრამ საიდან მოდის ეს ასეთი ღრმა, ურყევი პატივისცემა? პასუხი მის ბავშვობაშია. ერთ კონკრეტულ მომენტში, როდესაც მათი კავშირი არა სიტყვოთი, არამედ საერთო სამართლიანობის გრძნობით, სამუდამოდ, ერთხელ და სამუდამოდ განმტკიცდა. ყველაფერი დაიწყო ერთი პატარა უსამართლობით, რასაც გიორგის ჩარევა და ჩხუბი მოჰყვა. კი, სწემეს, დაისაჯა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საბოლოოდ სამართალმა იზეიმა. ახლა კი დააკვირდით ბოლო მეხუთე ნაბიჯს. დედის რეაქცია არ არის საყვედური ნაცემ შვილის მიმართ. არა, ეს არის ჩუმი, თითქმის შეუმჩვეველი სიამაყე, რადგან მისმა შვილმა სწორად იმოქმედა. და აი ის სიტყვები, რომელიც მან ხმამაღლა არასდროს თქვა, მხოლოდ გულში გაიფიქრა. ეს იყო უმაღლესი ქება, რომელიც ამ ქალს შეეძლო ეთქვა. ამ სიტყვებით მან შვილში დაინახა არა უბრალოდ კარგი ბიჭი, არამედ მისი საყვარელი მეუღლის, მისი მამის ღირსეული მემკვიდრე. ეს იყო მისი სიყვარულის უდიდესი გამოხატულება. და საბოლოო ჯამში ეს ამბავი ერთ ძალიან საინტერესო კითხვას გვიტოვებს. იქნებს სიყვარული, რომელიც საერთო ღირებულებებითა და სამართლიანობის გრძნობითაა განმტკიცებული, ბევრად უფრო ძლიერი და ურყევია, ვიდრე ის, რომელიც მხოლოდ თბილი სიტყვებითა და მოფერებით გამოიხატება. რას ფიქრობთ?